იუდა მოციქული ახასიათებს იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ ცნობენ ქრისტეს, როგორები არიან. და კარგია, რომ ეს წავიკითხოთ. აი ნახეთ. ისინი გმობენ იმას, რაც არ იციან. ანუ უცოდინრობა ღმერთის შესახებ, არ ცოდნა, არ მცნობელობა, ამიტომ როცა ადამიანი უღმერთო არის მენტალურად, ან რელიგიური, მაგრამ ცხოვრების წესით უღმერთო, შეპყრობილი თავის სიამაყით, პატიმოყვარეობით, საკუთარი სიმართლით, თვით ეკლესიის წიაღში, ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ის არ იცნობს ღმერთს. ის არ იცნობს ღმერთს, იმიტომა გმობენ იმას, რაც არ იციან. როცა შენ აღსარებელი, მაზიარებელი მოქმედებ საკუთარი სიმართლით, სამპარტავნებით, პატიმოყვარეობით, საკუთარი ხედვებით, როცა შენ ვერ იძენ სიმშვიდეს, სიმდაბლეს, გულმოწყალებას, არამედ შეპყრობილი ხარ, კიდევ ვიმეორებ, შენი ბუნებითი თვისებები, რომელიც შენ გენეტიკურად მოგდგავს, შენი სიხისტე, შენი უსიყვარულობა, შენი გულქვაობა, შენი პატივმოყვარეობა, რა ვიცი, შენი ქვენაგზნობებისაკენ მიდრეკილება, 1000 შენი ეგოიზმი, 1000 რამე აქვს ადამიანს, ხო? მოგდებს ეს ხორცით მოგდებს. როდესაც ეს რაც მოგდებს, ეგ არის წარმართველი და არა შენი რწმენა, მიზეზია ის, რომ შენ ცუდი ქრისტიანი ხარ, არის ის, რომ არ იცნობ მას. და ამიტომა შენი ცხოვრების წესი არის ღვთის გმობა. ხოლო რაც ბუნებით იციან, და ნახეთ, რაც ბუნებით იციან, როგორც უგონო პიროტყუება. ანუ ჩვენი გენეტიკურად რაც მოგდგამს, ეს არის ტყავის შესამოსელი, როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, და ეს არის და უგონო, ანუ აქ ინტელექტი აღარ მუშაობს, ან უბრალოდ აქ მოაზროვნეობა, როგორც ანტონ დიდი ამბობს, აღარ მუშაობს. და ამბობს, რომ ესე იგი ჩვენ აზროვნებაზე უარი ვთქვით, ესე გამოდის და ბუნებითი თვისებებით მოქმედებ, ბუნებითი ნებით, რომელსაც ჩვენ თავისუფლებას ვეძახით და იუდა მოციქული ამბობს, ამით იღწნიან თავს, ანუ სიკვდილისკენ მიდიან. მე აგზელებს, ისინი არიან თქვენი სიყვარულის სერობათა შემბილწველნი, ანუ სიყვარულის სერობა, ეს არის აღაპი, ანუ ეს არის წირვა პლუს წირვის მერე ეს ურთიერთობები შეიძლება გავაერთიანოთ კიდევაც. ამას შეიძლება ვიგულისხმოთ კიდევ ვიმეორებ ევქარისტიული მსახურებას და ევქარისტიული მსახურების თანმდევი აი ეს ერთობა, ძმური ერთობა. ასეთი ადამიანებიო, და ვინ ასეთი ესე ნიშნავს, რომ ეკლესიის წევრები არიან, ეკლესიის წიაღში არიან. გარეთა ხალხი ხო არ არის ამ სიყვარულის სერობათა ესე იგი მონაწილე. ესეთი ადამიანები ან სიყვარულის სერობათა, ანუ ევქარისტიული და მეგობრული ამ ძმური ერთობის შემბილწველები არიან, ისინი დაურიდებლად ილხენენ თქვენთან ერთად და ნახეთ, თავიანთ თავს მასპინძლობენ. თავიანთ თავს მასპინძლობენ, ანუ მათ ისინი ვერაცნობიერებენ, რომ ყოველი ადამიანი ღმერთით მოდის აქ. და ადამიანს აქ ამბიცია, ილუზია, რომ მე მოვედი ვირწმუნე და მოვედი და მოკლედ აქავარ და ეს როგორ იგრძნობა ზოგიერთ ადამიანში. როგორ ჩანს, როგორ ავლენს საკუთარ ადამიანს, რომელსაც არ აქვს ეკლესიის მორჩილება. როგორ ავლენს ეს თვისება საკუთარ თავს. ანუ ადამიანი საკუთარი თავის მასპინძლობას რო ეწევა ეკლესიის წიაღში, იმიტომ რომ სიყვარულის ერობა არის ეკლესია, ეს არის ევქარისტიული ერთობა. ამ ევქარისტიულ ერთობაში საკუთარი თავის მასპინძელი რო ხდება, პრეტენზიული რო ხდება. თავის სიმართლით რომ მოდის, თავის სიკეთით რომ მოდის, თავისი ღირსებებით რომ მოდის, თავისი საღვთისმეტყველო ცოდნით რომ მოდის. და მერე ჩამონათვალს აკეთებს, როგორები არიან ესეთი ადამიანები. უწყლო ღრუბელი უწყლო რას ნიშნავს? ბუტაფორია, ხო? უწყლო ქარის მიერ მიმოფანტული, შემოდგომის უნაყოფო ხენი. აკაც მარიცის ჩვენ როგორი გაზაფხული მოვა, მერე გამოჩნდება, უნაყოფო ვარ თუ არ. ორგზის გამხმარი, რა სიტყვებია. სულიერათაც გამხმარი, ხორცელათაც გამხმარი. ფესვებით ურთ ამოძირკული, ანუ ქრისტესთან კავშირი არ აქვს. მზღვის მძვინვარე ტალღები, ანუ მრისხანე, ბუნება, ბობოქარი, რაღაცა რო გონია თავი. თავიანთვის სირცხვილით აკაფებულნი. ცდომილი ვარსკვლავნი. რომელთათვისაც საუკუნოდ განმზადებულია ბნელეთის უკუნი და ეს კიდევ ერთხელ ლიბერალ ღვთისმეტყველებს. ჯოჯოხეთი არ არის კაცო მარადიული. არა, იცხოვრე როგორც გინდა. ცოტა გაგიჭირდება ჯერ, თავიდან ცოტა ხა ჯოჯოხეთში იქნები და მე მაინც ამ მოთხეში აღმოჩნდები. ჩვენ როგორ შეიძლება მარადულ ყოფიერებაზე ვისაუბროთ? რა ვიცით ჩვენ? არაფერი არ ვიცით. მაგრამ აგერ გვიწერია საუკუნოდ გამზადებული ბნელეთის უკუნი. რა ვქნა ახლა? როგორ ჩაუტარო რევიზია იუდა მოციქულის სიტყვებს, ეს ის იუდაა, რომელიც ქრისტესთან ერთად ბავშვობიდან იზრდებოდა. მერე აჯერ არ წამდა და მერე ირწმუნა და მერე მოციქული გახდა. ახლა დაუჯეროთ იუდას.
მათთვის წინასწარმეტყველა ენოქმა, მეშვიდე ადამის შემდეგ. ენოქის წინასწარმეტყველა ბოლოს ბიბლიაში არ არის სხვათა შორის და აი აქ იუდა მისის ეთყობა ბიბლიურ ლათქმაში დაიკარგა. და რას ამბობს ენოქი? მოვიდა უფალი მისივე წმინდათა სიმრავლით და მოდის და რა ხდება? განსაჯოს ყველანი, ანუ სამართალია, სასამართლო მოეწყობა ყველასი. ამხილოს უღმერთონი, ანუ ჩვენი გულის ზრახვებიც რო გაშიფრული იქნება, უხთო საქმეთა, ანუ რის გამო ვიმხილებით? საქმეთა და ღვთისგმობილ სიტყვათა გამო, ანუ საქმეების გამო ვიმხილებით და სიტყვათა გამო ვიმხილებით და სიტყვაში შედის გულის სიტყვაც მინდა გითხრათ და ეს როგორც საქმეში შედის არა მარტო იმან იმრუშა, ვინც იმრუშა, არამედ ვინც გულსაშინა იმრუშა. არა მარტო ის კლავს, ვინც კლავს, არამედ ვისაც მრისხანება აქვს ძმის მიმართ. ანუ გესმით, რომ აქცევი არა მარტო სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, არამედ გულის სიტყვა, საიდანაც სიტყვა იბადება. ანუ მთლიანად იშიფრება ადამიანი და მთლიანად იმხილება და შესაბამისად განისჯება და გულის სიტყვებთან ბრძოლა, გითხარით, ეს არის ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი ქრისტიანის ერთ-ერთი მახასიათებელი. მე აგძელებს ისევ ისინი არიან რტვინავი, მოდავენი, თავიანს გულის თქმას აყოლილი, მაღალფარდოვნად მოუბარნი, პირფერნი და ეს ყველაფერი რატო და იქვე ამბობს ანგარების გამო. ანუ ეკლესიაში მოსული, ახლა ეკლესიაზე ვსაუბრობ, ეკლესიაში მოსული ადამიანი არის იმისთვის, რომ მიიღოს, სამშობლოში არის მიიღოს, ოჯახშია მიიღოს, მეგობრებშია მიიღოს, ყველგან იღებს. ძალიან უჭირს გაცემა. ძალიან უჭირს გაცემა. იმიტომ რომ ანგარებიანია. და ასეთ ადამიანებს საბოლოო ჯამში დიაგნოზს უსვავს. ანგარებიანი ადამიანი. და მე ამბობს, ესენი არიან განხეთქილების მიზეზნი, ანუ ეკლესიის ისტორიაში რო გადახედავ, სულ პრობლემაა. ამდენი მიმდინარეობები, ამდენი დენომინაციები, ამდენი მწვალებლობები, ამდენი სექტები, რატო არსებობს? იმიტომ რომ სულ განხეთქილება და აი ეს ყველაფერი, ასეთი ხალხი რო აღმოვჩნდით ეკლესიაში, იწყება ეკლესიის სხეული იწყებს ბზარების ჩენას და ნაწილებით ცვივა. მე აგძელებს შვინვიერი, ანუ გზნობიერი ემოციები სულის არ მქონენი, ანუ მადლის არ მქონენი, ანუ ადამიანები, რომლებიც ეკლესიის წიაღში არიან, ყველაფერი რელიგიური, მაგრამ მადლი არ აქვთ. მადლი არ ჩერდება მათში. აი ასეთ დიაგნოზს სვავს იუდა მოციქული და ფათაშორის ეს ეხება ჩვენს დიდ ეკლესიას ამ გაგებით. ანუ ჩვენ სამშობლოს, ვერადავერ შედგა ჩვენი ერთობა უკვე მრავალი საუკუნეა ქართველების და მიზეზი სწორედ აი ეს არის. ანგარებით ავართ რა. სამშობლო ჩვენთვის არის პირადი, ესე იგი, პირადი მიზნების განხორციელების ასპარეზი. ოჯახიც ასპარეზი, ეკლესიას ასპარეზი. ასპარეზი რადგან არის? მე დავფლითავ, დავანგრევ, გამონადგურებ მას, თუ ჩემი სიმართლე არ გავა. აი ეგ არის. ხოლო თქვენ აგძელებს იუდა მოციქული, საყვარელო, თუ არ გინდა რომ ესეთი იყო და მე მოგვიტრიალდება და ჩვენ ხო არ გვინა ესეთები ვიყო, ჩვენ გვინდა რომ საყვარლები ვიყო და ეგ ვეუბნება, ხოლო თქვენ საყვარელო, უწმინდესი რწმენით, არ რწმენით, არამედ უწმინდესი რწმენით, ქრისტეცენტრული რწმენით, ქრისტეზე კონცენტრირებით, უფალო შერაგინა, უფალო შერაგსუს, უფალი ყველაფერი რო ქრისტეა. აი ესეთი რწმენით. ხოლო თქვენ საყვარელო უწმინდესი რწმენით დაიმკვიდრეთ თავი ეკლესიის წიაღში. მე აგძელებს, ილოცეთ, ოღონ არა ისე ანგარებიანად, არამედ ილოცეთ სული წმინდით. ანუ ღვთისნებასთან თანხვედრაში იყოს თქვენი სათხოვარი ღვთის წინაშე, ილოცეთ როგორც ღვთის შვილებს გეკადრებად. ჩვენ ხშირად გვიტყვავთ, სეციერი არისტოკრატები არიან ქრისტიანები, მეფის შვილები არიან. ესმით არ შეიძლება რაღაცა გაცვალო ეს არისტოკრატობა რაღაც ბანალურში, რაღაც მეასეხარისხოვანში, რაღაც მით უმეტეს უღირში, ცოდვაში. ამიტომ ილოცეთ სული წმინდით ნიშნავს და პავლე მოციქული გახსოვთ როგორ ამბობს. როცა შენ ამბობ მამაო, შენში სული ამბობს მამაო. ანუ გესმით აი ეს მამაშვილობის რეალიზებაა სული წმინდით ლოცვა. ღვთის სიყვარულით დაიცავი თავი. უამრავი განსაცდელი გვაქვს ჩვენ სამყაროში და თავის დაცვა გვჭირდება, ბუნებრივია, მაგრამ ქრისტიანი არაქრისტიანისგან იმით განსხვავდება, რომ თავს იცავს ღვთის სიყვარულით. რაღაცა განსაცდელი წინაშე ვდგები და ცდილობ, რომ ეს განსაცდელი დავძლიო ისე, რომ ღმერთის სიყვარული ჩემს გულს არ გაშორდეს, გესმით? აქაც ღვთისნება არის, აქაც ღვთისნება ვლინდება. ღვთის სიყვარულით დაიცავი თავი და გქონდეს ეს
მოლოდინი და ელოდეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წყალობას, მოლოდინი, რომელიც საბოლოო ჯამში არის მოლოდინი გარდაცვალებისა და მოლოდინი უფალთან შეხვედრისა, რისთვის საუკუნო სიცოცხლისათვის, არა საუკუნო არსებობისათვის. ღმერთმა დაგვიფაროს, ეს ჯოჯოხეთია, არამედ საუკუნო სიცოცხლისათვის, მარადიული მყოფობა ქრისტესთან, ამიტომ მან თქვა, რომ მე ვარო სიცოცხლე.